ეხლა მე მინდა ვისაუბრო იმ მიზეზებზე, რის გამოც შეიძლება ჩავგვჭრან, სანამ მანქანას დავძროთ ადგილიდან და დავიწყებთ გამოცდას. პირველი არის ის, რომ შესაძლებელი არის, რომ ღვედის გაკეთება დაგვავიწყდეს. ჩვენ თუ ღვედის გაკეთება დაგვავიწყდა და ისე დავძარით მანქანა, ამ დროს უკვე ვიჭრებით. მეორე მიზეზი არის ის, რომ ხელის მუხრუჭი შეიძლება დაგვრჩეს ამოწეული, ანუ ამ მდგომარეობაში არ უნდა იყოს ამოწეული და ასევე უნდა იყოს ბოლომდე დაბლა დაწეული წასვლის დროს. არის ხოლმე მომენტები, როდესაც ხელის მუხრუჭის ჩამოწევის დროს ნაადრევად უშვებთ ღილაკიდან ხელს და რჩება ნახევარზე ამოწეული. როდესაც მანქანის დაძვრას დავიწყებთ, ამ შემთხვევაში მიდის მანქანა, მაგრამ მაჩვენებელთა დაფაზე აწერია ბრეიკი. აი ესე ბრეიკ არ უნდა ეწეროს. ამ შემთხვევაში ესე იგი ეს იმის მანიშნებელი იქნება, რომ დარჩენილი გვაქვს ხელის მუხრუჭი მაღლა ამოწეული. ამიტომ უნდა იყოს ქვევით მაქსიმალურად ბოლომდე დაწეული. მესამე მიზეზი ჩაჭრის, სანამ დავიწყებთ გამოცდას, არის არასწორად დაქოქვა. ანუ, როდესაც გასაღებს გადავწევთ ერთხელ და მეორედ დასაქოქად, აი თქვათ, ქოქავ მანქანას, გადავწიე და დიდხანს მაქვს გაჩერებული ხელი, 5 წამზე მეტხანს არ უშვებ გასაღებს ხელს, როდესაც დაქოქილია მანქანა. ამ დროსაც ვიჭრებით.